ბათუმის მერის არჩევნების მეორე ტურამდე 6 დღე რჩება მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან წინა საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. გია ერმაკოვი დღეს სასტუმროების მეპატრონეებსა და მენეჯერებს შეხვდა. ბიზნესმენებმა მას საშუალო ტიპის სასტუმროების პრობლემები გააცნეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მთავარ პრობლემად ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მომსახურების შეთავაზება დასახელდა. წინა საარჩევნო შეხვედრაზე მერობის კანდიდატი ქალაქის სასტუმროების წარმომადგენლებს გამარჯვების შემთხვევაში დახმარებას დაპირდა. სასტუმროს ბიზნესი წარმოადგენს ტურიზმის დარგის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას. პრობლემები, ქალაქში უამრავი პრობლემა არსებობს სერვისთან დაკავშირებით, ფასებთან დაკავშირებით, იმასთან რამდენად შეესაბამება მიწოდებული მომსახურების ხარისხი საფასურად. რა შეიძლება იყოს ისეთ საკითხები, რომლითაც ვთქვათ, ქალაქი უნდა დაინტერესდეს, ქალაქის მუნიციპალიტეტი უნდა დაინტერესდეს და არსებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს. ანუ ბიზნესის განვითარებაში ხელი შეუწყოს. ხარდაჭერას სასასტუმრო ბიზნესის განვითარებაში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისათვის, ვინაიდან ჩვენ მაინც ერთ-ერთ აქცენტს ტურიზმის განვითარებაზე უფრო მეტად ვახორციელებთ და ვაკეთებთ.